დღევანდელი მდგომარეობით, როდესაც ჩვენ ეთერში ვართ, საბედნიეროდ კარგი ხარისხი გვიფიქსირდება იმ ლოკაციებზე, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტო აწარმოებს მონიტორინგს და აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ჰაერის ხარისხის პორტალზე, მაგრამ ცხადია ეს მონაცემები იცვლება იმის მიხედვით, როგორი სიტუაცია გვაქვს, გამონაბოლქვის გამოraწყაროები გვაქვს და როგორი მეტეოროლოგიური პირობები გვაქვს. ამიტომ უფრო გასაგები რომ გავხადოთ ჩვენი მაყურებლისთვის, ალბათ ვისაუბროთ თუნდაც იმ თემაზე, რა არის ეს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება, რითიც თქვენი სიუჟეტი დაიწყო და როგორ მიმდინარეობს მონიტორინგი, რა სიახლეებს უნდა ველოდეთ, ალბათ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება ჩვენი მსმენელისთვის. როგორც აღნიშნეთ, ჰაერის ხარისხი აქტუალური თემაა მთელ მსოფლიოში და ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სწორად იყო თქვენ სიუჟეტში აღნიშნული, რომ ფლობდეთ ზუსტ მონაცემებს, როგორი მდგომარეობა გვაქვს, რომ ამის მიხედვით შემდეგ მართლაც შემუშავდეს გეგმები, გაუმჯობესების მიზნით. ამიტომ ყველაფერი რა თქმა უნდა მონიტორინგით იწყება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს გამართული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ბოლო პერიოდში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურები განთავსებული იყო თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში, თუმცა განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ეს იყო შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი გადავარჩინოთ ბუნება საქართველოს, ჩვენ მონიტორინგის ქსელს დაემატა კიდე 8 ახალი თანამედროვე ევროპული ტიპის სტანდარტის სადგური და კიდევ ემატება ერთი მობილური სადგური და ახალი სადგურები განთავსდა ასევე თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, მაგრამ სადგურები ასევე დაგვემატა ჩვენ თელავში, ახალციხეში, ზუგდიდსა და მესტიაში, სადაც პირველად განხორციელდება ეხლა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. აქვე აღნიშნავ, რომ მონაცემები ჩვენი მონიტორინგის შესახებ განთავსებულია ჰაერის ხარისხის პორტალზე. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები იმისთვის, რომ ახალი სადგურებინადაც მონაცემები გავიდეს ამ პორტალზე და ხელმისაწვდომი იყოს უფრო მეტი არეალის შესახებ არსებული მდგომარეობა და ასევე ვაწარმოებთ კიდევ ინდიკატორულ გაზომვებს. ინდიკატორული გაზომვები 30 ქალაქში ტარდება და სწორედ აი ამ შედეგებზე დაყრდნობით შემდეგ ვსაუბრობთ, მართლაც რომელი თქვა დამაბინძურებელი საერთოდ არ არის გამოწვევა და რომელი არის კიდევ პრობლემური. ზოგადად რომელი დამაბინძურებლების განსაზღვრის შესაძლებლობა ატმოსფერული ჰაერის სადგურებზე იზომება პრაქტიკულად ყველა ძირითადი დამაბინძურებელი, რაც მოითხოვება, ეს არის მყარი ნაწილაკები, რაზეც ვისაუბრეთ PM10, PM2.5, იზომება გოგირდის და აზოტის დიოქსიდები, ნახშირბადის მონოქსიდი და ოზონი, ხოლო ინდიკატორული გაზომვებით იზომება აზოტის დიოქსიდი, ოზონი და ბენზოლი. აი ამ შედეგებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოწვევას საერთოდ აღარ წარმოადგენს მაგალითად გოგირდის დიოქსიდი, ოზონი ან ნახშირბადის მონოქსიდი, თუმცა აი სიუჟეტშიც კარგად იყო გაშუქებული ტრანსპორტთან დაკავშირებული დამაბინძურებელი, როგორც არის აზოტის დიოქსიდი, არის ვთქვათ ნორმაზე გადაჭარბებული იმ ლოკაციებზე, კიდეც ითქვა, სადაც არის ინტენსიური ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ბუნებრივია ჩვენ ეს გვაქვს როგორც დედაქალაქში, უფრო მეტი ლოკაცია გვაქვს დედაქალაქში, თუმცა არის ასევე ქალაქები, სხვა ქალაქების დიდი ქალაქები უმეტესად, იგივე ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ანუ გარკვეული ლოკაციები, სადაც იქაც აბსოლუტურად ავტოტრანსპორტთან დაკავშირებით მიმართებაში არის აზოტის დიოქსიდის გადაჭარბება. რაც შეეხება მყარნაწილაკებს, რომელი არის კატეგორია? ზოგადად აიც როგორ არის, ეს ყველა დამაბინძურებელი უნდა იყოს ნორმის ფარგლებში, ყველა თავისებურად ახდენს ზემოქმედებას, თუ არის მისი მომატებული მნიშვნელობა. ასევე მყარი ნაწილაკებია ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც მაგალითად ქალაქ რუსთავისთვის იყო მნიშვნელოვანი გამოწვევა, თუმცა მთავრობას ჰქონდა დამტკიცებული სამოქმედო გეგმა, რომ გაუმჯობესებულიყო ჰაერის ხარისხი და ჩვენი მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ კლება მიმდინარეობს ნამდვილად კონცენტრაციების ბოლო წლების მანძილზე და მდგომარეობა უმჯობესდება, თუმცა ჯერ კიდევ რა თქმა უნდა აქაც არის სამუშაო და ასევე შევეხები ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას, რომელსაც დაიწყო სიუჟეტი. ეს არის სინოპტიკური სიტუაცია. პერიოდულად არის ხოლმე
ჩვენს პორტალზე მართლაც ვინც სარგებლობს კარგად და იცის ფერით არის ხომი აღნიშნული როგორი ხარისხი გვაქვს თუ მწვანე ან ცისფერი კარგი ან ძალიან კარგი გვაქვს მაგრამ უკვე ყვითელი და წითელი არის ხომე რომ ხარისხი ესე იგი გაუარეს და პერიოდულად არის ხომე რომ ყველა სადგურზე შეიძლება ერთდროულად დაფიქსირდეს ესეთი გაუარესება და თუ ჩვენ დადასტურებულად ვიცით ამას ჩვენ გვაძლევს ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახური, რომელიც დაკავშირებულია მსოფლიო ჰიდრომეტეოროლოგიის ცენტრებთან და დადასტურებულად გვაქვს ინფორმაცია, რომ ხდება ტრანსსასაზღვრო დაბინძურება, ანუ ეს ნიშნავს, რომ მაგალითად საჰარის ან არაბეთის ნახევარკუნძულის ან შუა აზიის უდაბნოებიდან ხდება ჰაერის მასების ისეთი მოძრაობა, რომ ის ქვიშა ატანილია და აღწევს საქართველოს ტერიტორიამდე, ამ შემთხვევაში გარემოს ეროვნული სააგენტო ამ პორტალზე, ჰაერის ხარისხის პორტალზე აქვეყნებს განცხადებას, რომ ამ დღეებში ხდება ტრანსსასაზღვრო დაბინძურება. რა თქმა უნდა, ეს დღეები სხვადასხვა გვაქვს ხოლმე, სხვადასხვა წლებში გააჩნია ამ სინოპტიკურ სიტუაციებს. მარტში მართლაც საკმაოდ ესეთი ხანგრძლივი მოვლენა გვქონდა, მარტის დასაწყისშიც გვქონდა და შემდეგ კიდევ განმეორდა. თუმცა აღნიშნული დამოკიდებულია მეტეოროლოგიური პარამეტრები, როგორც კი შეიცვალა, მაშინვე, ასე ვთქვათ, ჰაერის ხარისხი ისევ ამ კუთხით, მყარი ნაწილაკების კუთხით ისევ ნორმას დაუბრუნდა. ბატონო, გარდა იმისა, რომ ინფორმაციას აწვდით მოსახლეობას და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, როგორი ჰაერია ამ თუ იმ ტერიტორიაზე. როგორ ხდება ამ შედეგების გამოყენება? თუ არის ეს შედეგები გარკვეულწილად საპრევენციო იმის, რომ არ ვიცი, დავიცვათ მოსახლეობა, დავიცვათ რაღაც ადგილები იმისგან, რომ ნაკლებად მოხდეს მომავალში დაბინძურება. როგორ ხდება ამ შედეგების გამოყენება ისე, რომ გარკვეული დადებითი შედეგი მივიღოთ მომავალში. მხოლოდ ინფორმაციის სახე აქვს. არა, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კითხვა. ცხადია, ერთი მიმართულება, რომ ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ინფორმირებული, როგორი ჰაერის ხარისხი, ასე ვთქვათ, სუნთქავთ, მაგრამ მეორე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მონაცემები მქონდეს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ინფორმაცია არის, როგორც ვთქვით, ერთი რო პორტალზე, მაგრამ გარდა ამისა ხდება დამუშავება და ყოველთვიური საინფორმაციო ბიულეტინები მზადდება, ქვია მოკლე მიმოხილვა საქართველოს გარემოს დაბინძურების შესახებ და ერთი თავი ეძღვნება მთლიანად ჰაერს. გარდა ამისა, წლიურ ჭრილში ხდება ცხადია მონაცემების დამუშავება და უკვე წლიური ინფორმაციის სახით, წელიწეულების სახით გამოდის და შესაბამისი უწყებები, აი როგორც ვთქვით, აი სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება შემდეგ გეგმის შემუშავება, ანუ სადაც გამოიკვეთება პრობლემური დამაბინძურებლები, არეალები, შემდეგ ხდება იდენტიფიცირება, რა გამოიწვია, ვთქვათ, ამ დამაბინძურებლის მომატება ზუსტად და იგეგმება ისეთი ღონისძიებები, რაც მის შემცირებას შეუწყობს ხელს. ეს შეიძლება ბევრნაირი ღონისძიება იყოს, მოითხოვს ცხადია ბევრი უწყების ჩართულობას, ეს არ არის მხოლოდ ერთი უწყების თემა, იმიტომ რომ სხვადასხვა მიმართულებით საჭიროა გამწვანება, საჭიროა სამრეწველო გაბრქვევების შემცირება, იგივე საგზაო ტრანსპორტის მოწესრიგება, ანუ ძალიან ბევრი მიმართულებით ბევრი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, კომპეტენციის მქონე უწყებების ჩართულობა საჭირო და სწორედ აი ასე მუშაობს ეს სქემა, როგორც მოგახსენეთ, მქონდა რუსთავის გეგმა, ახლა არის ცენტრალური ზონის გეგმა შემუშავებული და ასევე იგეგმება სხვა დასავლეთის ზონებისთვის და თვითონ ქვეყანა დაყოფილია მონიტორინგის და მართვის მიზნით ზონებად და აგლომერაციებად და სწორედ თითოეულ ზონაზე, იმიტომ რომ ყველას თავისი სპეციფიური დამაბინძურებელი აქვს, სპეციფიური მდგომარეობა აქვს და სწორედ ასე იგეგმება შემდგომი ღონისძიებები.